იყო და არა იყო რა. ერთ სოფელში ერთი მოხუცი მეწისქვილე ცხოვრობდა თავის სამ ვაჟთან ერთად. ისინი ყოველ დღე თავდაუზოგავად შრომობდნენ, მაგრამ ოჯახს ფული მაინც თითქმის არ ჰქონდა. როდესაც მოხუცი მეწისქვილე გარდაიცვალა, მან სამივე ვაჟს თითო განსაკუთრებული საჩუქარი დაუტოვა. უფროს ვაჟს ძალიან გაუხარდა, რადგან მას ყოველდღიური სამუშაოსთვის დიდი და გამოსადეგი წისქვილი ერბო. მეორე ვაჟიც კმაყოფილი დარჩა, რადგან მემკვიდრეობით მიიღო ვირი, რომელიც ტვირთის ზიდვაში დაეხმარებოდა. მაგრამ უმცროსი ძმა ძალიან დაღონდა და იმედი გაუცრულდა, რადგან მას მხოლოდ პატარა კატა ერგო. რაში უნდა გამომადგეს ეს უბრალო კატა? მალე ძალიან მომშიბდება და სიღატაკეში ვიცხოვრებ. მოულოდნელად პატარა კატა ადამიანის მსგავსად უკანა თათებზე წამოდგა და ბიჭს ლაბარაკი დაუწყო. ნოდარდობ, ჩემო ძვირფასო ბატონო, პირობას გაძლევ, რომ დაგეხმარები და მალე ძალიან მდიდარი გახდები. ნუ თუ შენ მართლა შეგიძლია ლაპარაკი? დიახ, მე ნამდვილად შემიძლია ლაბარაკი და მაქვს შესანიშნავი გეგმა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მალე უკეთესობისკენ შეცვლის. შენ მხოლოდ ერთი კარგი ჩანთა უნდა მომცე და ჩემი თათებისთვის წყვილი ტყავის ჩექმა მიყიდო. ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა ნდობა გამოეცხადებინა კატესთვის და თავისი უკანასკნელი მონეტები დახარჯა. ის წავიდა სახელოსნოში და თავის პატარა კატას ლამაზი პრიალა წითელი ტყავის ჩექმები უყიდა. ჭკვიანმა კატამ ჩაიცვა თავისი ახალი ჩექმები და ისე გამოეწყო, თითქოს ერთი პატარა მამაცი ჯარისკაცი ყოფილიყო. ჩექმებიანი კატა წავიდა ტყეში და თავის ჩანთაში საგულდაგულოდ მოათავსა ახალი სტაფილოები. შემდეგ ის რბილ ბალახზე დაწვა და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ღრმად ეძინა, რათა ცხოველები მოეტყუებინა. მალე ერთი სულელი პატარა კურდღელი გამოჩნდა, რომელმაც ღია ჩანთიდან გემრიელი სტაფილოს სურნელი იგრძნო. მშიერი კურდღელი პირდაპირ ჩანთაში შეხტა საჭმელად, კატამ კი ის წამიერად და მოხერხებულად დაიჭირა. კატამ დაჭერილი კურდღელი აიღო და პირდაპირ მეფის ოქროსფერი სასახლისკენ გაემართა. სამეფო მცველებმა ის ჭიშკარში გაატარეს, რადგან თავისი პრიალა წითელი ჩექმებით ძალიან წარმოსადეგად გამოიყურებოდა. კატა შევიდა სატახტო დარბაზში და მეფის წინაშე პატივისცემის ნიშნად ძალიან დაბლა დაუკრა თავი. თქვენო უდიდებულესობავ, ჩემი ბატონისგან განსაკუთრებული საჩუქარი მოგიტანეთ. მეფე ძალიან გაოცდა მოლაპარაკე კატის დანახვით და ჰკითხა, თუ ვინ იყო მისი ბატონი. ჩემი ბატონი კეთილშობილი კარაბასის მარკიზია. მეფეს ძალიან ესიამოვნა საჩუქარი და იფიქრა, რომ ეს მარკიზი ალბათ ძალიან კეთილი ადამიანი იყო. მრავალი კვირის განმავლობაში კატა დადიოდა სანადიროდ და მეფეს სასახლეში სულ უფრო მეტ გემრიელ საჩუქარს უგზავნიდა. ყოველ ჯერზე ის მეფეს ეუბნებოდა, რომ ეს ძღვენი მდიდარი ყარაბასის მარკიზისგან იყო გამოგზავნილი. მეფე ძალიან დაინტერესდა ამ მდიდარი მარკიზით და მისი გაცნობის სურვილი უფრო და უფრო უძლიერდებოდა. ერთ მზიან დღეს, როდესაც კატა სასახლეში საუბარს უსმენდა, მან ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავი გაიგო. იმ დღეს, ნაშუადღეს, მეფე და მისი მშვენიერი ქალიშვილი მდინარის პირას ეტლით გასეირნებას აპირებდნენ. კატა სირბილით გაემართა თავისი ბატონისკენ, რომ მისთვის სასწრაფოდ ეცნობინა თავისი შესანიშნავი გეგმა. ბატონო, გთხოვ, მომისმინე. თუ ზუსტად ისე მოიქცევი, როგორც გეტყვი, დღეს შენი ბედი სამუდამოდ შეიცვლება. შენ უბრალოდ მდინარეში უნდა შეხვიდე საბანაოდ. დანარჩენი გეგმის შესრულება კი მე მომანდე. ახალგაზრდა კაცმა ვერაფერი გაიგო ამ გეგმიდან, თუმცა თავის კატას ენდო და დაემორჩილა. სანამ ახალგაზრდა კაცი გრილწყალში ცურავდა, მახლობლად მეფის ოქროსფერმა ეტლმა ჩამოიარა. კატამ სწრაფად აიღო თავისი ბატონის ძველი დახეული ტანსაცმელი და იქვე დიდი ნაცრისფერი ლოდის ქვეშ დამალა. შემდეგ კატამ ყვირილი და თათების ქნევა დაიწყო, რათა მეფის ყურადღება მიეპყრო. მიშველეთ, გთხოვთ, მიშველეთ, კეთილშობილი კარაბასის მარკიზი ღრმა მდინარეში იხრჩობა.
მეფემ გაიგონა ნაცნობი სახელი მარკიზის კარაბასი და ბრძანა რომ ეტლის სასწრაფოდ გაეჩერებინათ. მან ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა იგივე კატა, რომელსაც მისთვის ამდენი ხნის განმავლობაში საჩუქრები მოჰქონდა. მცველებო, სწრაფად წადით და გადაარჩინეთ მარკიზი, უბრძანა მეფემ თავის ჯარისკაცებს დაუყოვნებლივ. მცველები წყალში გადახტნენ და ახალგაზრდა კაცი ნაპირზე ბალახზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. კატამ მოიწყინა და მეფეს მოატყუა. ქურდები მოვიდნენ და ჩემს ბატონს ძვირფასი ტანსაცმელი მოპარესო. მეფე ძალიან გაბრაზდა, რომ ქურდებმა კეთილშობილ მარკიზს ასეთი ცუდი რამ გაუბედეს. მან თავის მსახურებს უბრძანა, რომ მარკიზისთვის ჩასაცმელად საუკეთესო სამოსი მიეტანათ. ახალგაზრდა კაცმა სამეფო ლურჯი და ოქროსფერი სამოსი ჩაიცვა და მართლაც ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა. ის ნამდვილ პრინცს გავდა. პრინცესამ ეტლის ფანჯრიდან დაინახა ბიჭი და ის მყისიერად შეუყვარდა. მეფემ ბიჭს თბილად გაუღიმა და ახალგაზრდა მარკიზი ოქროსფერ სამეფო ეტლში მიიპატიჟა. პრინცესა ძალიან ბედნიერი იყო, რომ სიმპათიური ახალგაზრდა კაცი რბილ სავარძელზე მის გვერდით დაჯდა. მაგრამ ჭკვიანი კატა ნელა მიმავალი ეტლის წინ გაიქცა, რათა თავისი ძვირფასი ბატონისთვის გზა მოემზადებინა. ის მიადგა ულამაზეს ვრცელ მწვანე მდელოს, სადაც ზაფხულის მზე ძალიან კაშკაშებდა. კატამ სერიოზული სახე მიიღო და სცადა ისეთი საშიში და მკაცრი ყოფილიყო, როგორც პატარა კატას შეეძლო. მომისმინეთ ხალხო, მალე აქ მეფე გამოივლის. თქვენ მეფეს უნდა უთხრათ, რომ ეს ულამაზესი მდელო კარაბასის მარკიზს ეკუთვნის. თუ ზუსტად ასე არ იტყვით, ჩემი ბასრი ხმლით ყველას ნაკუწებად გაქცევთ. უბრალო მთიბველებს ძალიან შეეშინდათ ჩექმებში გამოწყობილი უცნაური მოლაპარაკე კატის. სულ მალე მეფის ოქროსფერი ეტლი ულამაზესი მწვანე მდელოს განაპირას გამოჩნდა. კეთილო ხალხო, ვის ეკუთვნის ეს მშვენიერი მწვანე მდელო? ეს მდელო კეთილშობილ კარაბასის მარკიზს ეკუთვნის, ჩვენო ბატონო. მეფე მართლაც გაოცებული დარჩა მარკიზის დიდებული ქონებით და მას დიდი პატივისცემით შეხედა. კატა გზაზე კიდე უფრო შორს გაიქცა და დაინახა ხორბლის დიდი ყანა, რომელიც მოსამკელად იყო მზად. მან ყანაში მომუშავე გლეხებს უბრძანა, რომ მეფის გამოჩენისას ზუსტად იგივე სიტყვები ეთქვათ. ეს ოქროსფერი ხორბალი კეთილშობილ კარაბასის მარკიზს ეკუთვნის. როდესაც მეფემ გლეხებს ჰკითხა, მათ ხმამაღლა უპასუხეს ზუსტად ისე, როგორც ჭკვიანმა კატამ დაარიგა. ეს ყველაფერი კეთილშობილ მარკიზს ეკუთვნის, დაიყვირეს მათ ფართო ღიმილით, რომ მეფისთვის ესიამოვნებინათ. მეფემ იფიქრა, რომ ახალგაზრდა მარკიზი ძალიან გავლენიანი იყო, რადგან ამდენ მდიდარ და ნაყოფიერ მიწას ფლობდა. ბოლოს კატა მიადგა მაღალ ბორცვზე მდგარი უზარმაზარი მუქი ფერის ქვის სასახლის მძიმე ჭიშკარს. იქ ერთი მდიდარი და საშიში გოლიათი ცხოვრობდა, რომელიც ასევე ცნობილი იყო როგორც ძლიერი ჯადოქარი. სინამდვილეში, ყველა ის მიწა, რომელიც მეფემ და მარკიზმა გამოიარეს, სწორედ ამ გოლიათის ეკუთვნოდა. კატამ ყველაფერი იცოდა გოლიათისა და მისი ჯადოქრობის შესახებ, მაგრამ მას ჭკვიანური გეგმა მზად ჰქონდა. ის მივიდა გიგანტურ კარებთან და სასახლის მძიმე ჭიშკარზე ძალიან ხმამაღლა დააკაკუნა. მასიური ხის კარი ნელა საზარელი ჭრიალით გაიღო, რომლის ხმაც ბნელ დარბაზში ექოდ გაისმა. კატა შევიდა დიდ დარბაზში, ის ამ გიგანტურ ქვის ოთახში ძალიან პატარა ჩანდა. გოლიათი უზარმაზარ ხის მაგიდასთან იჯდა და ხორცის დიდ ნაჭრებს სრულიად მარტო მიირთმევდა. რა გინდა ჩემს სასახლეში? მე მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ თქვენთვის პატივისცემა დამედასტურებინა. მსმენია ამბები, რომ თქვენ შესანიშნავი ჯადოქარი ხართ და ფორმის შეცვლა შეგიძლიათ. მართლა შეგიძლიათ გადაიქცეთ დიდ ცხოველად, მაგალითად საშიშ ლომად ან უზარმაზარ სპილოდ? რა თქმა უნდა შემიძლია, აბა მიყურე. გოლიათი პირდაპირ კატის თვალწინ უზარმაზარ საშიშ ლომად გადაიქცა, რომელსაც დიდი კბილები ჰქონდა.
კატას ისე შეეშინდა, რომ გაბრაზებული ლომისგან თავის გადასარჩენად სწრაფად შეხდა მაღალ თაროზე. გოლიათმა კატას ხმამაღლა დასცინა და ისევ თავისი ჩვეულებრივი მწვანე სხეული დაიბრუნა. ეს მართლაც გასაოცარი იყო, თქვა კატამ და მაღალი თაროდან ფრთხილად ჩამოვიდა. მაგრამ შეგიძლიათ პატარა ცხოველად გადაიქცეთ, მაგალითად პატარა თაგვად. ეს თქვენთვის ალბათ ძალიან რთული იქნება. თქვენნაირი დიდი ჯადოქრისთვისაც კი ეს შეუძლებელი მგონია. შეუძლებელი? ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. მიყურე. ის მყისიერად გადაიქცა პატარა ნაცრისფერ თაგვად, რომელიც ცივ ქვის იატაკზე სწრაფად დარბოდა. კატა ძალიან სწრაფი იყო, მან თაგვი წამიერად მოაქცია იატაკზე მდგარი მძიმე ვერცხლის თასის ქვეშ. დაგიჭირე, ახლა მთელი ცხოვრება თაგვი იქნები და სხვებს ვერაფერს დაუშავებ. სწორედ ამ დროს მეფის ოქროსფერი ეტლი ქვის სასახლის მთავარ ჭიშკარს მოადგა. კატამ გალია ფარდის უკან დამალა და გარეთ გაიქცა, რათა მეფეს სასახლის მძიმე კარებთან დახვედროდა. კეთილი იყოს მობრძანება კარაბასის მარკიზის დიდებულ სასახლეში. ისინი შევიდნენ დიდ დარბაზში და დაინახეს გრძელ მაგიდაზე გაშლილი გემრიელი ნადიმი, რომელიც მათ ელოდათ. მეფე ისეთი ბედნიერი იყო, რომ მარკის უფლება მისცა პრინცესაზე იმავე დღეს, ნაშუა დღეს ეკორწინა. ჩექმებიანი კატა ბატონი გახდა და დარჩენილი ბედნიერი ცხოვრება სასახლეში ფუფუნებაში გაატარა. ასე ცხოვრობდნენ მეწისქვილის ვაჟი, პრინცესა და ჭკმიანი კატა დიდხანს და ბედნიერად.